Bloomberg-ის ინფორმაციით, სულ მცირე სამი მსხვილი რუსული ბანკი ქვეყნის ცენტრალური საფინანსო ინსტიტუტისთვის დახმარების სათხოვნელად ემზადება. მიზეზი ის გაფუჭებული სესხებია, რომელთა რაოდენობას ყოველდღიურად იზრდება. საქმე ის არის, რომ დღეს ყოველი მეათე იპოთეკური სესხი პრობლემურია და ბანკები მათ ამოღებას ვერ ახერხებენ. ვითარება ბიზნეს სექტორშიც რთულად არის, სადაც გაცემული სესხების 4% გაფუჭებულია. Bloomberg-ს შიდა წყაროები ეუბნებიან, რომ რეალური ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. სავარაუდოდ, რუსეთის ცენტრალური ბანკი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების დასახმარებლად 2017 წელს შექმნილ დახმარების პაკეტს ამოქმედებს. Bloomberg-ის ცნობით, ცენტრალურმა ბანკმა უკვე გასცა სესხების რესტრუქტურიზაციის რეკომენდაცია და საფინანსო ინსტიტუტებს გაფუჭებული სესხების აღიარებისკენ მოუწოდო. 15 ივლისს ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის ასაღებად წესები გაამართლა. ამის შესახებ თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის პრეს-რელიზში წერია. მათივე თქმით, ეს ნიშნანია, რომ ევროკავშირს სურს ბლოკში თურქეთის მოქალაქე უფრო მეტი მოგზაური მიიღოს. ახალი ეგრეთ წოდებული კასკადური რეჟიმი გავრცელდება თურქეთის ყველა მოქალაქეზე, გარდა სატვირთო ავტომობილის მძღოლებისა, რომლებსაც შენგენის მოკლევადიანი ვიზის მიღება სურთ და უკვე აქვთ სამოგზაურო ისტორია. მათთვის ახალი წესებით ვიზის მიღება გამარტივდება და დოკუმენტიც უფრო დიდხანს იქნება მოქმედი. კასკადური რეჟიმის პირობებით თურქეთის ყველა მოქალაქეს, რომელსაც გასული 3 წლის განმავლობაში ორი ვიზით მაინც უსარგებლია დარღვევის გარეშე, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ შენგენის ზონის 1 წლიანი მულტივიზა. 1 წლიანი ვიზა შესაძლებელია ჩანაცვლდეს 3 და 5 წლიანი ვიზებით იმ შემთხვევაში, თუ მოგზაური სავიზო პირობებს არ დაარღვევს. დიდ ბრიტანეთში არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელი ასაკი 16 წლამდე შემცირდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისტემა შოტლანდიასა და უელსში უკვე მოქმედებს. თუმცა იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს აქამდე მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ. გადაწყვეტილებაზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა ანჯელა რაინერმა განაცხადა, რომ თანამედროვე დროში 16-17 წლის ბრიტანელები უკვე მუშაობენ და იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მათაც თანაბრად ეკუთვნით. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გავლენიანი ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მფლობელ რუპერტ მერდოქს ცილის წამებაში სტებს ბრალს და ჩივილით ემუქრება. საქმე ეხება ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ მისალოც წერილს, რომელიც გამოცემის მტკიცებით 2003 წელს დონალდ ტრამპმა ჯეფრი ეპშტეინს გაუგზავნა. თავისი უდანაშაულობის დასადასტურებლად პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს პამ ბონდის ეპშტეინის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სხდომების ჩანაწერების გამოქვეყნება დაავალა. ტრამპის გადაწყვეტილების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩანაწერების გასაჯაროება მხოლოდ რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანას მოიმსახურება და ეპშტეინის ნამდვილი მოკავშირეების შესახებ აღნიშნულ დოკუმენტებში არაფერი ეწერება. ამერიკულმა კრიპტობირჟა Coinbase-მა ახალი თაობის სუპერაპი შექმნა, რომელიც კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ფუნქციონალს აერთიანებს. მათ შორის არის ტრეიდინგ პლატფორმა, ციფრული საფულე, საკომუნიკაციო პლატფორმა, გადახდები, სოციალური ქსელი, ფორუმი და AI მოდელები. კომპანიის ხელმძღვანელის ბრაიან არმსტრონგის განცხადებით, Coinbase-ის მიზანი ამერიკაში ჩინური WeChat-ის ანალოგის შექმნა, რომელიც ყველა ძირითად სერვისს ერთ აპლიკაციაში მოუყრის თავს. ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელთაც სტაბილური კრიპტოვალუტისთვის იგივე stablecoin-ისთვის მარეგულირებელი რეჟიმი ამოქმედება. Reuters-ის შეფასებით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა საფუძველი დაუდოს ციფრული აქტივების ყოველდღიური მიმოქცევაში შესვლას. კანონპროექტის სახელწოდებით Genius Act წარმომადგენელთა პალატამ 308 122-ის წინააღმდეგ მიიღო. მას მხარი რესპუბლიკელთა უმრავლესობამ და დემოკრატთა ნახევარმა დაუჭირა. კანონპროექტი დამტკიცებული ჰქონდა სენატსაც. კანონის დამტკიცება წარმატებულ ნაბიჯად არის შეფასებული კრიპტოინდუსტრიის მხარდამჭერებისგან, რომლებიც ინდუსტრიის ლეგიტიმურობის გასაზრდელად მარეგულირებელი ჩარჩოს ამოქმედების საჭიროებაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ამერიკული ტექ კომპანია ასტრონომერის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ენდი ბაირონი Coldplay-ის კონცერტზე ვირუსული ვიდეოს გავრცელების შემდეგ გადადგა. ენდი ბაირონმა მოითხოვა გადადგომა დირექტორთა საბჭომ კი მოთხოვნა დააკმაყოფილა, წერია კომპანია ასტრონომერის განცხადებაში. რამდენიმე დღის წინ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კომპანიის CEO, ამავე კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსთან ერთად, რომლებიც ეკრანზე გამოჩენის შემდეგ ცდილობენ დაემალონ კამერას. გაირკვა, რომ ასტრონომერის ხელმძღვანელი თავისივე კომპანიის თანამშრომელთან ცოლ-ცხალადობდა. აღნიშნულის შემდეგ კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ასტრონომერი ერთგულია იმ ღირებულებებისა და კულტურის, რომელიც დაარსების დღიდან კომპანიას წინ მიუძღვის. ჩვენი ლიდერებისგან მოსაოდნელია, რომ თავიანთი ქცევით და ანგარიშვალდებულებით კომპანიის ეს სტანდარტები დააკმაყოფილონ, რაც ბოლოს ასე არ მოხდა. ცნობისთვის, ასტრონომერი ნიუ-იორკში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნურ ინტელექტში. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1 მილიარდს შეადგენს.